ანხის ის ნაწილი თქვენს და თქვენ მეუღლეს უკვე ჩაგერიცხეთ. ხო და ესეც ის დანარჩენი როგორ შევთანხმდით? უნდა დავცალო. იზამრავო. გაიგო თავის წინ. ახლა გონწდება ამ საერთოდ არ იცი. ხო, რავი, ესეთი ამბები ახლა აქედან არ წდება რა. უნდა დავუკავშირდე იქ და გავარკვიო რის გაკეთება შეიძლება. თქვენ სანახავთ მოდიოდი ახლა რა ხარ? მე რა ვიცი, კარგად. ხომშიდობა? კი. რა უნდა გითხრათ? თქვენს იქით გზა არ მაქვს და ერთი სათხოვარი კიდე მაქვს. ვიცი გული გაგიწყალეთ, მაგრამ რა ვქნა ახლა? თუ რამე შემიძლია დახმარება ბატონო მაგრამ. მშობლებთან მინდა დალაპარაკება ბავშვისას. ამ ერთხელ ვწდი კიდე დალაპარაკებას, გამორიცხულია ახლა ბატონო მარლა ხო ხდებით არ უნდათ თქვენი ნახვა და მე ვერ დავარწმუნ რა ვქნა ცოტა ფული შევაგროვე და მინდოდა გადამეც დიდი ხარჯი აქვს და ცოტა მაინც წაადგებათ სხვა ვერაფრით ვეხმარები და ისე თუ ჩემი დანახვა არ უნდათ თქვენ რომ გადაცეთ მართლა ძალიან მინდა რომ დაგეხმაროთ, მაგრამ არ ვიცი ახლა. იქნებ ცადოთ, ერთხელ ცადოთ. კარგით, მე ვცდი, დავილაპარაკები, მანამდე ეს ფული თქვენთან იყოს, მოდით. კარგით? კარგი. როგორც შენი ტყუილო ისე იყოს. რომ დავილაპარაკები, დაგირეკავთ და გეტყვით როგორც იქნება. დიდი მადლობელი ვიქნებ. მოკვდი კაცი ჯავრით. კარგი. არა. გაიხარე. კარგი. ისედაც ბევრი შეგაწუხე შუა. არა, დასამოთ. ძალიან დიდი ბონუსი. გაიხარე. ой, ნინო, შენ დღეს აქ რატომ ხარ? კონფერენციაზე მოვდივარ. მე რო ლევან შევალდებოდი. იცით რა, ლევანი ბავშვს არ ტოვებს და მთხოვა ჩემს მაგივრად წადიო. ნუ კარგი, ძალიან კარგი. მაშინ წავიდეთ, ხო? წავიდეთ. შევისვენოთ. ურა გუნდა. შენ ამყოფი ხარ აქ?
მთელი წელი აქ დადიხარ და ეს ადგილი არ იცით? აი აქ არის ყველაზე კარგი მჟავე წყალი მთელ საქართველოში. ფუ ვერ ვიტან ჯავაწყა. საერთოდ სხვაგან გავჩალებულიყავით რა. თან ძროხებიც არიან მამა. ეს სხვანაირია, წამოდით. წავედით. დაგჭირშა. არაფერი დავიღალე პროსტა. აი ეს არის ტრადიცია. სტუდენტობის დროს აღმოვაჩინეთ ეს ხალე და იმის შემდეგ სიმახსოვდე. აბა ნახე მოგეწონა? კი. მიდი მამა მიდი გასინჯე. აბა გიო გამომახსენებდი. ნახე როგორია? ეს რა არის? გიო ქალებმა რა იციან? აბა მიდი ნახე. მიდი დალია. დალია? აი მეორე ჭიქაც დალია და მთელი კვირა კარგად ისმენდა. კარგად ხო? მიდი წადი რა მანქანაში ბოთლია და რუსუდან საუსო და წაუღო. აი მამა რა თქმა რუსუდან წაწყალი. მამა ეს ხალე როგორია? რუსუდან წაუღო ჩიქნელი ხმელია. ო. წავედი, დროზე ბებუდებიანი. მოდი გიო, დროზე მოიტანე. ой, ბატონო მარლენ, თქვენ გირე გავაკეთე. ვერ მოვიჩვენე შილო და ვიფიქრე აქ დაველოდები მეთქი. მარა დაგირეკავდით გალოდინეთ ისე. რა საბუქ შილო, ჩემი გულისათვის წუხდები და ეგ რა სალაპარაკო. პირიქით მოდი შილო და მოგიხარ. აუ, რა გითხრეს? ბატონო მარლენ, ვერ დაველაპარაკე მშობლებს. რატო? აუცი არც მიმიკარეს. საერთოდ ნუ მოდიხართ აქ. შენ რაღაც გერჩობდი. გაიგეს ალბათ უკვე თქვენი ახლობელი როგორ. ვერ უთხარი საქმეზე ვარ მოსული. ხმაც არ ამომაღებინეს. საერთოდ არ გვაინტერესებს, რაზეც არ უნდა იყოთ აქ მოსული. არა მაგათიც კი მესმის, მაგრამ აუცი. მე რა გავხნა ახლა? რანაირად გადავწეს ეს ფული აღარ ვიცი. მოკვდი გავიქცე. ბატონო მარლენ, ეგ ფულზე მე მგონი არ უნდა იყოს სახელმწიფო უნაზღაურებს, თან ეგ ფული თქვენც დაგჭირდებათ, ხომ გესმით? ფულზე კი არ არის საქმე შვილო. მაგათ მინდოდა დახმარებოდი, თორე მე რა ფული მაქვს მაგდენი. მაგათთვის მინდოდა ეს ყველაფერი. ვიცი, მოვიფიქრებ რამეს კარგით. იქნება ანგარიშის ნომერი გავიგო და ასე გადავურიცხავთ, მაგრამ ბანკში ხო და პირდაპირ გადაურიცხავდით. თუმცა არ ვიცი რამდენად მოვახერხებ ამის გაგებას. გამოვა ეგ საქმე თვითონში. იქნებ მოვახერხოთ რა. არ ვიცი თუ მოვახერხე გაგება, გაგაგებინებთ. შენ აღამერტმა. იქნება რა მე გამოვიდეს ხა? მე ცოტა გამოვიდი ამ მდგომარეობიდან. ნახოთ. კარგი რა. კარგი. დედო, ხო, კითხულობ ლიზა. ჩვენ რამდენი ხანია კითხულობ, არასწორი მაქვს? არა და სწორი კაი გოგო ხარ ძალიან. ქართულიც მაქვს დასათერი და ვსო. დედი, ქართული ხო ადვილია, შენ თვითონ ქანი რა. მიდი შენ ჭამე. მოიკლავ თავს. ჭამ ლეილა. ხედავ რასაც ჭამ, რას დაემსგავსე. აკაკი. გამარჯობა დედა. მოდი აკაკი. გამარჯობა ლიზიკო. ლიზიკო ბებო მიდი რა ოთახში იმეცადინე. წადი. რა ხდება აკაკი? მოკლედ ველაპარაკე ჩემო ცხელ კოლეგებს დავაზუსტე რაღაცეები და ჯერჯერობით გამოშვების შანსი არა. არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ გამოუშვებენ. მაგათი კანონმდებლობით ესეა. ცოტა ხანი მოუწევს იგაჩერება სასამართლომდე. ცოტა ხანი რამდენი ხანი? ავიც ესე თქმა რთულია. შეიძლება კვირა, შეიძლება რამდენიმე კვირა დაჭირდეს. რა უნდა ვქნათ?
რა უნდა ვქნათ, მაკა ვიზავთ რამეს. უსაშველო არაფერია. ასეთი დანაშაულის მერე ძირითადად სასამართლოს მერე პირდაპირ დეპორტს აძლევენ ხოლმე. იმიტომ რომ სახელმწიფოს ურჩევნია პატიმრის შენახვას პირდაპირ თავის სამშობლოში გაუშვას. და ეგრე ქნან. დეპორტი რო სანატრელი გაგიხდება, კაცი. ჩვენ შემთხვევაში. და არის იმის შანსი, რომ საერთოდ არ გამოუშვა? ნუ ლაპარაკობ მაკას ისულელებს, გამოუშვებენ აბა რა სიზამენ. მე დაველაპარაკები კიდევ ჩემს უცხოელ კოლეგებს. სულ კონტაქტზე ვარ, თუ რამე ახალი გავიგე, დაგიკავშირდებით. მე აკაკი, დიდი მადლობა, შენ რო არ ყავდე რა გვეშველებ. არა პრობლემა. დავწერე და მოხვალ? მიდი რა შედი ნახე რა დაწერა ბავშვმა რა. გამოვალი ხა. ნუ ჩამოგტირის ეგ ცხვირპირი. აღარ შემეცნია რა. Bicho, mashos nahor da Amerika. Razi? Avi просто nahxavdi ra. Xaureki შეჭა. Ha? Nașubi? Avi მეც არ აქვს. Avi სადმე ხوار წავსულიყავი თქო დაგველია ცოტა. და ხვალ? აი დროები. ძლივს. რა ძლივს, იც რა კერაღაცები იყო, თქვენ გამოვედით. ხო, წამოვთ თქვენოთ და ვიყიდით რაც გვინდა. წავედით, ძალიან გვეჭკარება ხო? აუ იცი რა ქენით? თქვენ გადით და ჩვენ გამოვით. სად მიდიხართ თქვენ? ვაკოს უნდა გაოპერაციაზე. აი, არაფერი. წავედით. გამარჯობა. აი დღეს შვილებთან ერთად ამოვედით. ძალიან კარგი. შევიდეთ, დავილაპარაკოთ ოფისში. წავედით. მე გავამჟაკარეთ, კაი? კაი, მიდი, მე ხარით რომ სუდანი წარმომადგენელი. ხო, რა პრობლემაა? მიდი. ესე იგი, ნახეთ. აი აქ და აი აქ. არის ორი სველი წერტილი. ორი მარტო? კი, ამ ფართობისთვის სრულიად საკმარისია. ესე არ გამოვა. ყველას თავისი უნდა კონდეს. მა, დაახლოებით ესე რომ ცადოთ. ხო, ესე არ გამოვა. იცით, ჩვენ სტანდარტული ნომრები გვაქვს და რაღაცების გადაკეთება შეიძლება, მაგრამ მთლიანად ვერ შევცვლით სამწუხაროდ. ხო, რაღაცების გადაკეთება შეიძლება. ეს დედაშენა გამოგოთანა. კი, როგორ არა. აი, კაი ვარიანტია რა, ჩემი აზრით. და ზედა სართული არ იქნება უკეთესი? ზედა სართული ხედით უკეთესია რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ გაყიდულია ყველა. ამას დავუტოვოთ ხო ჩვენ? კაი. მოკლედ მაგას დავტოვოთ. დიახ. თქვენი გაერკვევით თუ ჩემი ხალხის დახმარება იქნება საჭირო? არა, ჩვენი გავერკვევით. კარგი, მაშინ დღესვე გავაფორმოთ, ხო? გადავდებთ. მე შეიძლება კიდე აქ ამოსვლის დრო აღარ გქონდეს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც უკეთესია. აქვე შევძლებთ, დიდი დრო არ დავჭირდება.
სად ხარ გოგონდი ახას? პატასთან ვიყავი გუშინ. და რო გირეკა, რატო არ პასუხ? მომისმინე, მაგიტო აღარ ამოვედი. მაგის სახლთან დამხვდა პატრული. შემეშინდა და ვეღარ შევედი. გამოგებინე რა ხდებოდა რა პატრული. მოკლედ იქ რომ მივედი, დამხვდა ეს მანქანები რა, არ ვიცი კრიმინალური პოლიციის თუ რაღაცის. ხო და მოკლედ პატრულიც იქ იყო, ეს ხალხი გამოყრილი და ერთი ამბავი იყო რა. შემეშინდა და გამობრუნდი ეგრევე. ხო არ დაგინახეს. არა, პროსტა შემეშინდა და გუშინ მაგიტო არ მოვედი რა. ია უეჭველი იცი რომ არ დაგინახეს. უეჭველი ვიცი, არ დამინახეს. კაროჩი. მაგას თუ ჩაავნეს, ვაფშე ყველაფერს დავხავს. მაგრამ დაგვენცრა რა. და რა უნდა დავქნათ ახლა? ესე ველოდოთ, სანამ არ მოგვადგებიან? და რამე სხვა ვარიანტი გააქვს? ატა. რა ვქნა ახლა? არ პასუხა. არ პასუხა არა. არა. გავარჯვებათ. თან კიდე ბედა თავს. არ შეგაწუხებდით, მაგრამ პატარა საქმე მაქვს. ხომ გუთხარით დივას უკვე თქვენ სახლობელს რომ თავი დაგვანებოთ ერთხელ და სამუდამოდ. იცი, გადმოგცა, მაგრამ თქვენ ახლა ისეთ დღეში ხართ, ვიფიქრებ, პატარას წაგეხმარებოდეთ. არ გჭირდება არაფერი. ჩვენით მივხედავთ ჩვენ თავებს. პატარა ფული შევაგროვეთ და წაგადგებოდათ. არ გჭირდება თქვენი არაფერი. თანაც ბავშვი უკვე უკეთაა. ვიცი რომ უკეთაა. გებულობ ხოლმე ამბებს. მაგრამ მე რაც შემიძლია რომ გავაკეთო. ხო მე რამდენად მოდიხარ. ხან ვიღაცას აგზავნოთ. არ არის საჭირო. იცით რა? ასეთი ყურადღება თავის დროზე რომ გამოგეჩინათ, ეს ამბავი არც მოხდებოდა. მეც აღარ შეგაწუხებთ. ეს მინდოდა რომ გადმოვეცედა. ძალიან გთხოვ, მოგამოდის. სოდათ ხო არა ხო? თამრობა. არ გძინავს და მაგიტო. წადი წყალი დამალევინე რა. ბიჭო, ხო რა უსწრებ რა? უეჭველი შეჩემო, პროსტა თუ გახსოვს რომელია? ახსოვს შეჩემ, აბა ჩემი ემოვნებით რომ კიდო არ ჩაიცვით. ხო ისთან მაგათაც სტრანი კრიტერიუმებია. მარჯვენა ხარ დაკეთმაროთ. აუ კი რა. აიცი რა მინდა ვარდის ფერმაიკას ვეძებ, მოკლე მკლავებიანი არის უკან, ქონდა რაღაც შავი სამკუთხედი რა. გოგონასათვის? ვარდის ფერი გოგონას. აი სადღაც აქ ისინჯავდა რა და მე მგონი აქვე ეკიდა სადღაც რა. გვაქვს მწვანე, ნაცრისფერი და წითელი სხვა. ვარდის ფერი მინდა. ხო, მაგრამ გივე თუ აფერს. არა, ბიჭო, რა ფერს რა მნიშვნელობა აქვს შეჩო ვარდის ფერი მოიწევ. ყვანე წავო. აუ, აი ეს არის, ხო, ეს არის. აი ეგარი. ზომა იცით? ზომაც. ბიჭო, მედიუმი რა, საშუალო ზომაა, ყველა კონჩი წავა. არა, გამხდარია. თუ გამხდარია, ეს ზომა. არ ეს წავა? ეს წავა. თუ გამხდარია. მაშინ ეს ხო ეს იყოს, რა მასავე? მაშინ თალარსა წავა. რაბულა? ბიჭო, იგა, ეს შენ? მოუხდებით რა. წამოდადე, წამო. მოხდი? ვეშვებ. არაფერს რა, ბუნებით ვტკბები. რა გჭირ შენ?
არაფერი რა. რა მომხედი აბა? იტირე? ხო. და? კერესას დავშორდი. რა? ხო, ნუ ესე ოფიციალურად არა, მაგრამ მორჩა რა ყველაფერი რა. რატო რა მოხდა? გახსოვს იმ დღეს შენთან რომ ვიყავი და რაღაც ივენტზე ძალიან მეზარებოდა წასვლა და მე მაინც წავედი. ხო, რა? მე ვედი და ვიღაც გოგოსთან ერთად დამხვდა. რა? ხო, ესე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჭკუაზე არიდნენ. ამჯერა კერესა? ხო, კერესა. მე? არაფერი, მე ავდექი და წამოვედი, რა უნდა მექნა. არ დაელაპარაკე? რა უნდა მეთქვანი? ისტერიკებს ხარ მოუწყობდი, თავით აანებე ჩემი შეყვარებულია თქო. ხო, მაგრამ მეგობარი იყო, ანუ რა ვიცი. მეგობრებთან ეგრე არავინ არ იქცევა. გოგო, იქნებ თრალი იყო. ვანი თრალი იყო და არა უშავს, ხო, აეკიდოს ვიღაცას. პროსტა ტიპს ერთხელ უთხარი, ვერ გამოვალ თქო და წავიდა და ვიღაც ნახა უცებ. შოქში ვარ, მართლა ამჯერა კერესაზე. არც მე ამჯერა, მაგრამ ესე ჯობია რა. ჩემი აზრით უნდა დაელაპარაკო, ის მაინც იცოდეს რომ დაინახე. მაგას ვეტყვი, მაგრამ არასდროს არ ვაპატიებდა. ვარდა რა კარგად იყავით. ვიყავით კარგად, მაგრამ ესე ჯობია რა. და არც შეურიგდა. ხო, შეიძლება ეგრე ჯობია. შენ არ ინერვიულა პროსტა რა. ეს ვინ არის? ველოსიპედი ცოტნია? აქ რა უნდა? ვისჭორავთ. დაბატაძეს. შლაქსები რო ეცო გუშინახეთ? ხო და დღეს რო ვნახეთ ჩვენ მაგისნაირი მაიკა ვარდისფერი. რა საშინელება იყო, გახსოვს? თქვენ რა საქმეებზე დადიხარ? არაფერი, მე ვთხოვე სადაც გაყოლა, მაგ საქმე მქონდა და მარტო მეზარებოდა. ჩვენ არ გვეზარება მარტო? რა გაქვს პარკში? არაფერი, ლაკოსია და წაიღე რა შეჩემა დამაქის ეუბნას. კიდევ ყაი გამახსენეთ ხო და მოვიწყდებოდა. არ გინდათ რომ სადმე ვჭამოთ? აქ ჭამე. ძალიან მომწონს და პიცა არ გინდათ? დამო. გადით და მოვალთ რა. კაი. რა მოხდა? არაფერი, რა უნდა მოხდარიყო. აბა რა გჭირს? Короче, უკრაინაში უნდა წავიდე 1-10 დღით რა. რა გინდა უკრაინაში? ავი ჩემი ახლობელია იქ და დამპატიჟა ჩამოდიო და უნდა ჩავიდე ცოტა ხნით და ჩამო. როდის გადაწყვიტე? იმ დღეს ის რა იყო, რატის გაცილებაზე რა. და მე რატო არ მითხარ? რავი, დამავიწყდა. კაი, როდის მიდიხარ? დღეს ხარ. დღეს? ხო რა, ვიზა უნდა არაფერი და არემ. აი, რას ჩამომიტან? რავი, რასაც აი, ხუმრობ, რა უნდა ჩამომიტანა უკრაინიდან? რავი, ტაბადოძისნაირი მაიკა. ой, ეგრე ჩამომიტანა ძალიან დაგწინებ. აი, წავედით რა? წამოწავ. სახში როდის მივა და ხერხით დავასვლა გამაგიშეს კლუბი. მე საერთოდ არ ვარ. ვიკა? ბარო, ვიკა. გამარჯობა. როგორ ახერს? კარგად, რატოდ გახართ? ახლობელ ცოლოდებით და? სად არის ახლობელი, გარეთ რატოდ გახართ? გასულია და მოვა რა. ხო. ჩაეროდე. ხო, ველოდები რა. ისე გაგაცილებ ათასი მამაძალი დადის და გამაცილებ აქ ცხოვრება. აი, მაგას ჩაუწია სირცხული რა. აბა სხვა რა პროცედურები დაგვრჩა? არაფერი, მე ხა ხელშეკრულებას ამოვბეჭდავ და ხელის მოწერა დაგვრჩება.
ძალიან კარგი. იო მე გავალ. მოუწევთ ამ ბავშვებს დავხედავ და თქვენ მიხედეთ. ისე ძალიან გაგიმართლათ. აქ ბინები ისეთი სისწრაფით იყიდება, აშენებას ვერ ვასწრებთ. გიყვართ სრიალი? კი, ძალიან. ძალიან კარგი. აქ უკვე ბინა გექნებათ და უფრო ხშირად ივლით ხოლმე. ისე აქაურები ამბობენ, წელს კარგი სეზონი იქნება. პრინციპში სულ ესე ამბობენ. ესე იგი, აი აქ ბოლოში მომიწერეთ ხელი ყველაფერზე. მე არა, რამზე შემოვა და ის მოვაწერს. არა, ბინა თქვენზეა და თქვენ უნდა მოაწეროთ. ჩემზე? დიახ. გიორგი გიორგაძე. მამა თქვენმა ასე მითხრა. სამ მოვაწერო ხელი. აი ბოლოში ყველა გვერდზე. გიოცავთ. თქვენ უკვე ოფიციალურად ბინის ფლობელი ხართ. აბუბა. თუ გადასვლა დაგჭირდებათ, ხელშეკრულება შევწყვით, მაგრამ არ მგონია ძალიან რთული ხალხი. კაროჩე კიდე თუ დარეკა უპასუხებ რა. რა, გაგიჟდი? როგორც გეტყვი ისე მოიქცე. მე შენ არ თქვი, ეგრევე ჩვენზე გამოვლენო? მაგრამ რა არიცი, კარგად ვიცნობ მაგდებს და არ ამგონია რომ დაეჭირათ რა. აბა ის პატრული რას აკეთებდა იქ? არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ვერ დავждები და ვერ დავალუდებით, როდის დაგვადგებიან. და რას აპირებ? ეგ მე ვიცი. ნუ აი რანაირად უნდა მოაგვარო ეს ამბავი. ვაგვარებ რა. ნუ აი როგორ სახლიდან შენ ვერ გადიხარ? ხო და გავალ. ხო და ეგრევე დაგიჭერენ. სხვა ვარიანტი გვაქვს. მითხარი მე და მე გავაკეთებ. კაროჩე ხო დარეკა რა. ესე იგი გარეთ არის, ხო და გავალ და დაველაპარაკებ. არა თემორა, რაღაც შარში გაეხვევი რა. მაგას მირჩევნია მე მივიდე. არა, შენ არა. მე ვიცი როგორ ელაპარაკებიან ეგეთ ტიპებს. არ ვიცი რა. მეშინია ძალიან. აი წავედი ახლა მე რა. თუ დარეკა რა უთხრა? მოდი შენი ტელეფონიდან კარტა მოიღე და მე დამიტოვე. თუ მე რა ვქნა? შენ აი იმ კარტებიდან ამოიღე რომელიმე და დროებით იმაზე დაგეკონტაქტები რა. ურთხილად იყავი რა. ალო. მაგა. დათო როგორ ხარ? კარგად, ხე როგორ ხართ? კარგად როგორ ხარ? აი, მაგას ნუ ნერვიულობ რა. კარგად ვარ, გეუბნები რომ კარგად ვარ. რას გეუბნებია? რა ვიცი, ნახევარი არ მესმის ამათი რა. სასამართლოს უნდა დაველოდოთ, როდის იქნება ზუსტად და არ ვიცი, რა ვიცი. ადვოკატი ყავს? კი, ყავს თვითონ მომიჩინეს ვიღაცა, მაგრამ აზრი არ არის. დეგს გადაეყარა ვიღაცას რა. დათო გეხვეწებ შენ არ ინერვიულო არაფერზე ჩვენ აქ აკაკი გვეხმარება რაღაცებს არ ყავს და მალე გამოუშვებანა. ხო, რავი, იმედია რა მაგუს რა იდოქში აქ ქართველი ბიჭები გავიცანი და იმათ მას მაგას გადაიცი ქართველი არ გაიკაროს არავინ. მაგუს ცოტა დრო მაქვს ეხლა სალაპარაკო აღარ მაქვს და ბავშვი დამალაპარაკე რა გთხოვ. მოიცა ახლა გეხვეწებ ლიზიკოს დაუძახე რა. რუძინავს ბავშვს. დაუძახე. როგორ გავაღვიძო მიხვდება? ელა გააღვიძე. მათ მომენატრე. მეც მაგრამ მომენატრე მაგუს.
როგორ გექცევი? კარგად მეკცევიან თქო, ხო გითხარი, ნუ ნერვიულობ რა. არ მოტყუებ? არა, მართლა კარგად მეკცევიან. თქვენ თავს ვფიცავარ, მაგრად მეკცევიან და ძალიან კარგად ვარ. გეხვეწები, არ ინერვიულო რა. არა, მაგუშ თქვენ არ ინერვიულოთ მან რა. დოქში მოგვარდება რა რაღაცნაირად, რაღაცა იქნება რა. აი მოვიდა ლიზა. მიცან? ალიო. ო, მამი, როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად, მეც კარგად ვარ. ხო არ აბრაზებ დედიკოს? არა, მამა, როდის ჩამოხვალ? არ ვიცი, მამი, მალე ალბათ რა. აბა ერთ კვირაშიო. ხო, მაგრამ რაღაც საქმეები გამომიჩნდა რა. ვინ მითხარი, ვისო რა ქვია, ვისი კაბა მინდაო? რაპუნცელი. ხო, რაპუნცელი, ხო, რამ დამავიწყდა. ერთნაირები. ყველაზე გათიშო. დაუჯდა ეტყობა. წამოლიზი კობებო დავწვეთ მე და შენ წამოდი. აღარ დარეკავს. ტელეფონი გაეთიშა ბებოდა როგორ დარეკავს? შენ აქტადი ხარ ხოლმე? არა, მე არა, უბრალოდ გიო ხო იცი? გიო რა ჩემი ძმაკაცი, ამ დედამისის არის ეს სალონი და რაღაცებს ვეხმარებით. ზოგო. მე ხომ მინდა. კი, უბრალოდ თუ და გააკეთე რასაც გეუბნებია. დაახლოებით 200-250 ცენტზე გააკეთე. ანუ და გავაყავო? სად არის მეთქი, ჩემი საბუთები, ვის სახშია. სად არის? გუშინ გვიან მორჩი კეთებას და დღეს უნდა დამერეკა. გვიან მორჩია რა. ბაკო, მიგონი შენც უნდა ხვდებოდა რა. იმ დღეს ლაშეს რა ნერვები მოშხო და იმიტომ გაგოცე შენ რა. მე? ერთის დაუშვი რა. ერთის დავლიოთ. აუ რა? რატომ მომიხსენე თოთლი მე? ერთი იდეა მაქვს. აბა გისმენთ. ან კვირაში, ეხლა შაბათ კვირას, ან იქით შაბათ კვირას, ჩვენთან წავიდეთ აგარაკზე 4.